მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაული, ჩავლილი დღესასწაული, მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ამის შესაძლებლობა აღარ მომეცება, შემდეგი ორშაბათი დასვენების დღეა, გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და ეხლა რაც შეეხება ჩვენ თემას. მინდა გითხრათ, რომ ონკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია მედიცინაში. ონკოლოგია ეს არის დარგი, სადაც ხშირად ხდება სასწაულები. ეს არის დარგი, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ძალიან ბევრ რამეს აქვს სწორად დიაგნოსტირებას, დროულ დიაგნოსტირებას, შემდგომში ლაბორატორიული კვლევების უზარმაზარ ჩამონათვალს, სადაც დაშვებული შეცდომები ძალიან ხშირად სავალალო ხდება ხოლმე ექიმისთვისაც და პაციენტისთვისაც და ყველა იმ რგოლში, რომელ რგოლსაც გადის პაციენტი დიაგნოსტირების მომენტიდან განკურნებამდე ჭირდება ძალიან დიდი გულისხმიერება, ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი მონდომება. პირველ რიგში გადამწყვეტი როლი ონკოლოგიაში მაინც ადრეულ დიაგნოსტირებას ეკუთვნის, როდესაც პაციენტების დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დაავადება ძალიან გავრცობილი და არსებობს უამრავი ბერკეტი მის დასამარცხებლად. თუ რა მიღწევებია ონკოლოგიაში არა მხოლოდ მთელს მსოფლიოში, საქართველოში ამ თემაზე შესაუბროთ. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ქალბატონი ნატა მურუსიძე, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკური ონკოლოგი, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონი ნატა და ქალბატონი ირინე ჯობავა, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპევტი, ბრაქითერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი. და ჩვენი დღევანდელი თემა ეს არის ძალიან საინტერესო თემა და საკმაოდ გავრცელებული პრობლემა სოფლიოში, ეს არის გინეკოლოგიური სიმსივნეები, მისი თანამედროვე მკურნალობა, მიდგომები და რა მიღწევებია. მოგესალმებით ქალბატონებო, მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. ჩვენი სამედიცინო გადაცემა თავისი არსით ითვალისწინებს ჩვენი მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვასწავლით, ჩვენ არ ვმკურნალობთ, ჩვენ არ ვაძლევთ რჩევებს, ჩვენ უბრალოდ ვასწავლით იმ კლინიკური ჩივილების შესახებ და თუ როგორ უნდა ამოიცნონ ესა თუ ის დაავადება და როგორ მიმართონ მათ დროულად ექიმ სპეციალისტს. ძალიან ბევრი გადაცემა გვქონია, სადაც ვსაუბრობდით სკრინინგზე, ვსაუბრობდით ცნობიერების ამაღლებაზე. თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა და ამაში ეს ჩემი აზრი არ არის, ეს ჩვენი სტატისტიკოსების აზრია, რომელებიც ძალიან კვალიფიციური ექიმების, რომლებიც ჩვენთან სტუმრად მოდიან ხოლმე, თურმე სკრინინგ ცენტრს არც თუ ისე ბევრი ადამიანი მიმართავს მაშინ, როდესაც წინა ადრეულ დიაგნოსტირებას ამა თუ იმ დაავადების გადამწყვეტი როლიას. სანამ ამ ადრეულ დიაგნოსტიკაზე ვისაუბრებთ, თუ შეიძლება პირველ რიგში ვთქვათ, რას ნიშნავს გინეკოლოგიური სიმსივნეები და რა დაავადებებს აერთიანებს ზოგადად გინეკოლოგიური ონკოლოგია. მოგესალმებით. მივესალმები თქვენს მსმენელს. მადლობა მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო თემის გაჟღერებისთვის, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის ეს თემა საინტერესო. ვინაიდან გინეკოლოგიური ავთვისებიანი პროცესი ვითარდება რეპროდუქციულ ორგანოებში ძირითადად და საკმაოდ გავრცელებულია, ათასობით ახალი შემთხვევების დაფიქსირება ხდება მსოფლიოში. მათ შორის საქართველოშიც ხშირია აღნიშნული ლოკალიზაციის ავთვისებიანი პროცესები, თუმცა ქალბატონებს მაინც არ აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია თუ რა სიმპტომებია მოსალოდნელი ესეთ დროს, ან რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკას. რას მოიცავს გინეკოლოგიური ლოკალიზაციის ავთვისებიანი პროცესი? ეს არის ყველაზე გავრცელებული საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს ტანის, საკვერცხეების ავთვისებიანი პროცესი და შედარებით უფრო ნაკლებად გავრცელებული ფალოპის მილის, ვულვის, საშოს ავთვისებიანი პროცესები. სტატისტიკას თუ შევეხებით, მსოფლიო სტატისტიკას, ნახავთ, რომ მეტად უფრო გავრცელებულია გინეკოლოგიურ სიმსივნეებში საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი პროცესი, ხოლო საქართველოში განსხვავებულია სტატისტიკა, ვინაიდან პირველ ადგილზე არის საშვილოსნოს ტანი, მერე მოდის საკვერცხე და მხოლოდ შემდეგ არის საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი პროცესები. იცით რაიმეზე არის დამოკიდებული ეს სტატისტიკა თუ ეს უბრალოდ
ხო, საინტერესო კითხვები. აუხსნელი ფაქტი, არ ვიცი, შესაძლოა იყოს აღრიცხვის პრობლემა, ერთ-ერთი ფაქტორი, ეს არის ნორმალური წლის განმავლობაში სტატისტიკა სწორად არ არსებობდა. წარმოება ან ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ძირითადად როგორც ვიცით, საშუალო და რაიმე ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს დაუშვათ, აი გარკვეული ასაკის ქალბატონებში უფრო საშუალოსნოს კი ყელის კი მოხდება, უფრო გარკვეულ ასაკში. ასაკზე არის დამოკიდებული კი, მაგალითად საშუალოსნოს ტანის ავთვისებიანი პროცესი და საკვერცხის ხდება 50 წელს გადაცვლებულ პოპულაციაში, ქალბატონებში. საშუალოსნოს ყელი შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება შეხვდეს, თუმცა მაინც საშუალო ასაკი არის 50 წელსევით. არ ვიცი, ალბათ საუბრის პროცესში ეს კითხვა აუცილებლად გამიჩნდებოდა, მაგრამ ეხლა მომინდა რომ დამესვა თქვენთვის. საშუალოსნოს ყელის კიბოსთან დაკავშირებით, რაც მე ვიცი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პაპილომავირუსის და იმედენად პოპულარული და იმედენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ვაქცინაცია აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეგ. საშუალოსნოს ყელის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის HPV ვირუსი, ეს არის ადამიანის პაპილომავირუსი, რომლის არსებობა ცოდნა, ანუ ქალბატონებში არის თუ არა აღნიშნული ვირუსი, მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სკრინინგული პროგრამები მოიცავს ამ კვლევას. ადრე ხდებოდა ხოლმე მხოლოდ პაპ ტესტის ჩატარება, რა დროსაც ხდება საშუალოსნოს ყელის დათვალიერება, ციტოლოგიური ნაცხის აღება და შემდგომ ციტოლოგიური კვლევა და იქ გარკვეული პათოლოგიის ნახვის შემდგომ ხდებოდა გაღრმავება კვლევის და HPV დნმ პროფილირების განსაზღვრა. ამჟამად როგორც ვიცით, სადღაც 26 წლიდან 60 წლამდე სახელმწიფო პროგრამით, სკრინინგ პროგრამით ფინანსდება ქალბატონებში არიკლენებს, არა, ქალბატონებში ხდება HPV დნმ პროფილირების განსაზღვრა. თუმცა ახალგაზრდა პოპულაციაში, გოგონებში რაღაც გარკვეული ასაკიდან ხდება ეს ვაქცინაციის ჩატარება. წინსრებით, ხო? 10 წლიდან შესაძლებელი არის ვაქცინაციის ჩატარება და მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ მშობლებმა, რომ ქალიშვილებში აუცილებელი არის ვაქცინაციის ჩატარება, ვინაიდან ეს არის პროფილაქტიკა და პრევენცია აღნიშნული დაავადების განვითარების. და მე რამდენადაც ვიცი, გადავუკაცრავად შეგაწყვეტინეთ, მე მგონი ასაკიც კი გადაწიეს, ხო? ადრე რაღაც კონკრეტულ 18 წლამდე იყო მგონი და ახლა 26 წლამდე გადაწიეს ეს ვაქცინაციის ვადები. და 10 წლიდან. რაღაც წლიდან. ვაჟებში და საატარებენ ამ ვაქცინაციას. მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩავერთვები ამ მომენტში, იმიტომ რომ ორი ქალიშვილი მყავს, მე ორივე აცრილი მყავს, ასაკის მიხედვით. 10 წლის საოცარი და მეორე 18 წლის იყო, როდესაც უკვე მოუსწრო ამ აცრამ და ორივეს გაუკეთე გეგმის მიხედვით აცრები და რაც შეეხება ვაჟებში აუცილებელია, ვინაიდან პაპილომა ვირუსი იწვევს არა მარტო საშუალოსნოს ყელის კიბოს, არამედ ასოს კიბოს და ამიტომ აუცილებელია მათი აცრა. მათი ასაკიც როგორც გოგონებში, ისე ვაჟებშიაც 10 წლიდანაა ჩართულობა. და აი დაუშვათ, სადაც არის ბავშვი მიმაგრებული პოლიკლინიკაში, პოლიკლინიკებში, სადაც არის აცრის კაბინეტები, გეგმიურად პედიატრები აფრთხილებენ მშობლებს და მშობლები თანხმობით, რა თქმა უნდა, ხდება ბავშვების აცრა. ძალიან საინტერესოა. და ზოგადად, აი, რას უნდა მიაქციოს ქალმა ყურადღება, რა კლინიკური ჩივილები აქვს ონკოლოგიურ პათოლოგიებს? ამ შემთხვევაში გინეკოლოგიური ონკოლოგიას, როცა შევეხებით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კლინიკური გამოვლინება, ხო? ამ დაავადების არის სისხლიანი გამონადენი, რომელიც არანორმალური არის, ან ნორმასგან გადახრილია, რას გულისხმობ, არის ხშირი, დიდი რაოდენობით სისხლიანი გამონადენი საშოდან, ტკივილი, რომელსაც შესაძლოა ახლდეს თან ტკივილი, ან იყოს ტკივილი მისგან დამოუკიდებლად. ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, შეიძლება დავუშვათ მხოლოდ ციკლის დროს იყოს ეს გამონადენი თუ შეიძლება ციკლებს შორის. ციკლისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება იყოს.
ასევე პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალბატონებში ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი არის განგაშის სიგნალი იმისა, რომ ის აუცილებლად მიმართოს კლინიკას და ჩაიტაროს შესაბამისი კვლევები. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ეს ასაკთან არ არის კორელაციაში. ასაკთან არ არის კორელაციაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი, რომელიც არ არის კავშირში თუნდაც ციკლთან, აუცილებლად საჭიროებს ჩარევას და გამოკვლევებს. ვინ არიან კიბოს რისკის ყველაზე მაღალ, ესე ვთქვათ, მოწყვლადი ყველაზე მეტად რომელი პოპულაცია? გარკვეული რისკ ფაქტორები არსებობს. ერთ-ერთი რისკ ფაქტორი ეს არის ასაკი, როგორც აღვნიშნე, 50 წელს ზევით ქალბატონებში მეტად ხდება აღნიშნული დაავადების განვითარება. პოპულაცია, რომელსაც აქვს HPV ვირუსი დიაგნოსტირებული, საჭიროებენ აქტიურ სკრინინგს. არის ასევე სხვა ზოგადი რისკ ფაქტორები, ეს არის გენეტიკური, ესე ვთქვათ, წინასწარ განწყობა, რა დროსაც გარკვეული მუტაციების არსებობა, მაგალითად საკვარცხლების სიმსივნეების დროს არის გარკვეული გენეტიკური მუტაციები, აღმოჩენილი ბრაკა მუტაციები, რომლის არსებობის დროს მაღალია რისკი. ასევე არსებობს გარკვეული სინდრომები, როგორც მაგალითად ლინჩის სინდრომი, რა დროსაც როგორც საშუალოსნოს ტანის, საკვარცხლის და სხვა ავტოიმუნური პროცესების განვითარების რისკი არსებობს. სიმსუქნე ასევე ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის საშუალოსნოს ტანის კიბოს განვითარების, ვინაიდან ამ დროს ხდება ესტროგენების დიდი რაოდენობით გამომუშავება ორგანიზმში გამომუშავება. ესტროგენების დიდი რაოდენობით მიღება ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ეს არის ის ძირითადი რისკ ფაქტორები, რომლებიც აღნიშნულ დაავადებებს იწვევს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, არსებობს რისკი თუ არა, როდესაც ჩვენ გვაქვს კლინიკური პროგრამა, აუცილებელი არის მოსახლეობამ მიმართოს აღნიშნულ სკრინინგულ პროგრამებს, ვინაიდან სკრინინგის არსიც სწორედ ის არის, რომ დაავადება დადგინდეს იმ ეტაპზე, ვიდრე ის გარკვეულ კლინიკურ გამოვლინებას სანამ კლინიკური გამოვლინება ექნება ამ დაავადებას, იმიტომ რომ ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისას ეს არის სისხლდენა, ტკივილი თუ სხვა სიმპტომი ჩნდება მაშინ, როდესაც დაავადება გავრცელებულია და არ არის ლოკალური. ხო, ჩვენ გვინდა დაავადების აღმოჩენა, მანამ სანამ ის მოიცავს, თქვათ, ან ლიმფურ კვანძებს, ან სხვა ორგანოებს, ან ზომაში იქნება ძალიან დიდი. და კიდევ ერთი თემა არსებობს, რომელიც აუცილებლად დაგვეკითხება ჩვენი მსმენელი, გვაქვს ამის გამოცდილება. შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ის გინეკოლოგთან უნდა მივიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქვს სქესობრივი კავშირი, თუ არის გათხოვილი, აქვს ოჯახი და ასე შემდეგ. რომ არ შეიძლება დაუქორწინებელ ქალბატონს დაემართოს მსგავსი ონკოლოგიური პათოლოგია. ეს მითი რეალობაა თუ არ არის? რა თქმა უნდა მიმართოს გინეკოლოგს ნებისმიერი სქესობრივი კავშირის შემდგომ სავალდებულო არის გარკვეული სკრინინგ პროგრამები. თუმცა სკრინინგ პროგრამები საქართველოში ხორციელდება 26 წლიდან. არის ის, ესე ვთქვათ, დაოჯახებული თუ არა? არის. ხო. გასაგებია და ორი სიტყვა ვთქვათ, ბარემ გენეტიკურ დაავადებებზედაც, რომელიც ითვალისწინებს ავალდებულებს ადამიანებს, რომ თუ ოჯახში იყო მსგავსი ონკოლოგია, რომ ის აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან ამ პრევენციის მიზნით, რომ არსებობს რისკ ჯგუფში, სადაც შეიძლება გენეტიკურად დაემართოს რომელიმე სახის ონკოლოგიური პათოლოგია. ნუ საკვერცხლე. ძირითადად საკვერცხლეზე და ცუდოზე, აი ეს ბრაკა მუტაციები, რომელიც ესე არის, ესე ვთქვათ, ონკოლოგიაში ძალიან ცნობილი და ყურადსაღები, ვინაიდან ბრაკა მუტაციის არსებობის შემთხვევაში მაღალი არის საკვერცხლის კიბოს განვითარების რისკი და ცუძოს კიბოს განვითარების რისკიც მაღალია. შესაბამისად, უნდა იტარებდნენ პროფილაქტიკურ კვლევებს. ნატა, რას მოიცავს ზოგადად სკრინინგური კვლევები? სკრინინგული კვლევები მოიცავს PAP ტესტს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციტოლოგიური კვლევა არის ნაცხის, HPV-ს DNM კვლევას. უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, აი დაუშვათ მივიდა ადამიანი სკრინინგ ცენტრში, ხო? იმ სკრინინგ ცენტრში მარტო საშუალოსნოს წყლის სკრინინგი ხო არ ხდება რა? როგორ ხდება? ვინ აფასებს, ვინ უნიშნავს? თუ ეს შეუძლია მივიდეს და გამოაცხადოს, რომ მე მოვედი საშუალოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე.
სკრინ საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთვება სპეციალისტი, ეს არის გინეკოლოგი, ეს არის მამოლოგი. ანუ მიდის ადამიანი და ითხოვს ამკვლევარს. ჩვენს კლინიკაში მაგალითად არის ყველა სკრინინგული პროგრამა, ანუ ეს არის საშვილოსნოს ყელზე, ძუძუს კიბოზე, სხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის კიბოზე და პროსტატის. ანუ გაჩნია რაზე მიდის, იმის მიხედვით, მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის დროს გინეკოლოგი ერთვება, აკეთებს კოლბოსკოპიას და აკეთებს პაპ ტესტს. გაჩნია ასაკს 26 წელს ზემოც უკვე ის განსაზღვრის ის ხდება. და კიდე დავამატებდი, რომ სკრინინგი იმისთვის აუცილებელი, რომ არა კიბო დავადგინოთ, არამედ კიბოს წინარე დაავადებები, როგორიცაა ეროზია, წყლული, საშვილოსნოს ყელის, რომელიც წლების შემდგომ ხდება უკვე საშვილოსნოს ყელის დიაგნოსტირება. ამათი დიაგნოზის დროს და დროული მკურნალობა ამათი მთავარი, რომ თავიდან აცილებული იქნეს საშვილოსნოს ყელის კიბო. თავიდან რომ დასაკვირველია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რასაც იგებს ექიმი და პაციენტი, ეს არის დაავადების დროული დიაგნოსტირება, ან იმ რისკ ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანა, რამაც შეიძლება მეგვიყვანოს ესეთ მძიმე კლინიკურ დიაგნოზამდე. მას შემდეგ, რაც მოხდება სკრინინგი, დაუშვათ დიაგნოსტირდა ანეჭვი იქნა მიტანილი კონკრეტულად რაღაც დაავადებაზე, ამის შემდეგ ის გადამისამართება კლინიკურ გინეკოლოგთან თუ ონკოლოგთან, რომელიც იწყებს კვლევას. აქ უკვე პაციენტი მულტიდისციპლინური გუნდით, ანუ რადიოლოგის, ონკოგინეკოლოგის, ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიაციული ონკოლოგის ჩართულობით, იმ პათომორფოლოგის ჩართულობით ხდება უკვე თითოეული кейსის განხილვა და ამ кейსის განხილვის შემდეგ დაგეგმარება რა კუთხით წავიდეთ, რა არის პირველი პაციენტისთვის საჭირო. ეს არის ოპერაციული ჩარევა, ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია, თუ რა მიდგომით დავიდეთ, თუ ერთად, თუ ყველაფერი ერთად. უკანასკნელი პერიოდია განსაკუთრებული როლი ამ დაავადებების მუშაობაში, სწორედ სხიურმა თერაპიამ ითამაშა და არსებობს აი უამრავი თერაპია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ფიზიკურად არც არსებობდა საქართველოში, ხო? რა არის საერთოდ სხიური თერაპიის როლი ონკოლოგიური, გინეკოლოგიური პათოლოგიების მკურნალობაში და ძირითადად რა ეტაპზე ერთვებით ხოლმე თქვენ ამ პროცესში? ესე იგი, სხიური თერაპია, რადიაციული თერაპია, ეს არის მაიონიზირებელი გამოსხივებით, კიბოს უჯრედის, უბრალოდ რო ვთქვა, დნმ-ის გახლეჩა, ანუ დესტრუქცია ხდება ამ დროს. მკვდომა, უჯრედის მკვდომა. ესე იგი, ონკოლოგიურ პაციენტებში, დიაგნოსტირებულ პაციენტებში რაღაც ეტაპზე, მკურნალობის რაღაც ეტაპზე აუცილებელია სხიური თერაპიის ჩართულობა. დაახლოებით 50-დან 60% პაციენტები სჭირდებათ სხიური თერაპია. რაც შეეხება გინეკოლოგიური სიმსივნეების მკურნალობის დროს, სხიური თერაპია, მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს, ეს არის უმთავრესი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქიმიოთერაპიასთან და ბრახითერაპიასთან ერთად დაახლოებით 85-დან 95% პაციენტებისა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს აუცილებელია სხიური თერაპიის ჩატარება. საშვილოსნოს ძალიან მაღალი პროცენტია, ვინაიდან საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება ბრტყელუჯრედული უჯრედებისაგან, კარცინომისაგან, რომელიც ძალიან გრძნობიარი არიან რადიაციის მიმართ. ამიტომ სხიური თერაპია ქიმიოთერაპიასთან არის რადიკალური მკურნალობა საშვილოსნოს ყელის კიბოს, ისე რომ ორგანოშენარჩუნებულია და პაციენტის დაახლოებით 95% განკურნებულია, რემისია გვაქვს ამ დაავადებისგან ძალიან ესე იგი ხანგრძლივი დროით. რაც შეეხება საშვილოსნოს ტანის კიბოს, ეს მეტწილად ჩვენ ვიყენებთ ამას პოსტოპერაციულ ადიუვანტურ, ანუ დამატებით სხიურ თერაპიას, დაახლოებით 50-60% სჭირდება ადგილობრივი კონტროლი, რომ გავზარდოთ, ოპერაციის შემდეგ სარეცელი სხივდება, რომ იქ თავიდან არ განვითარდეს დაავადება. ესე იგი, საშოსა და ვულვის კიბოს დროსაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ჩვენება ნეოადიუვანტში, ანუ სიმსივნე ჯერ შევამციროთ, რომ გავხდათ ოპერაბელური ან პოსტოპერაციულ პერიოდშიაც.
და აი ადაპტიური რადიოთერაპია. ადაპტიური სხიური თერაპია, როგორც ონკოლოგია ვითარდება და ყველა სფერო ვითარდება, ისე განვითარდება სხიური თერაპიის ესე იგი როლიც გაიზარდა და სხიური თერაპიის ინოვაციებიც ტექნოლოგიური განვითარება მოხდა და ერთ-ერთი ესეთი ტექნოლოგიური განვითარებას ჩვენს ფეხი აუწყვეთ და ჩვენმა კლინიკამ, ჩვენს დეპარტამენტში, ესე იგი გვაქვს ვარიანის ფირმის ამერიკული კომპანია, ვარიანის ფირმის ეთოსის აპარატი, კი, ძალიან ცნობილია. 40 ქვეყანაშია სულ და ერთ-ერთი ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ საქართველოშია და ჩვენ კლინიკაშია ეს ეთოსის აპარატი. თურქეთში მხოლოდ სტამბულში ერთ კლინიკაში დგას და ადაპტიური დასხივება ხდება, ანუ ამ აპარატს აქვს ხელოვნური ინტელექტი და ჩამონტაჟებული აქვს კომპიუტერული ტომოგრაფიის რომლის საშუალებით ხდება ყოველდღიურად დროსა და სივრცეში ადაპტაცია პაციენტის ანატომიის და ფიზიოლოგიის ცვლილებების მიხედვით, ანუ გეგმის კონტროლი ხდება ყოველდღიურად, ისე რომ ზუსტად სამიზნე მოცულობამ, ანუ სიმსივნე მიიღოს ის განსაზღვრული დოზა, რაც მაქსიმალური დოზა, რაც აუცილებელია სიმსივნის რეგრესისთვის, ანუ ალაგებისთვის, ისე რომ ირგვლივ მდებარე ჯანსაღი ქსოვილი მინიმალური დასხივება, ანუ მინიმალური ტოქსიკი. თერაპიის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს, ხო და დიახ, მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ ადაპტიურის დროს ხდება სხივის მიწოდება გარიდან შიგნით და ბრახის დროს ჩვენ უშუალოდ აპლიკატორს ვდგამთ შიგნით სიმსივნეში ან ზემოდან ვადებთ ან ზემოდან ვადებთ მათ და აქ უკვე ბიოლოგიურად გაცილებრივ უფრო დიდ დოზას ვაძლევთ. რომ ვინაიდან მაღალი დოზის მიმართ კიბოს უჯრედი უფრო ნაკლებად მუდმივია და უფრო მაქსიმალურად ვაზიანებთ სიმსივნურ ქსოვილს მინიმალურად ქსოვილს დამატებითი დაზიანებისაგან. ნუ ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა ადამიანისთვის. ამით ჩვენ, ესე იგი, დაახლოებით 30-დან 50%-მდე გვერდითი ეფექტები, მაგალითად, რატომ ამახვილებთ ადაპტიურ სხიურ თერაპიაზე გინეკოლოგიაში? იმიტომ რომ გინეკოლოგიური ორგანოები მცირე მეჯში მდებარეობენ, მცირე მეჯი ისედაც ვიწრო ადგილია. იქ სწორი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, შარდის ბუშტი, რომელიც ძალიან ახლოსაა და ამიტომ თან მოძრავია, მუდმივად მოძრავია და ამიტომ ყოველდღიური ჩეკინი, ანუ კონტროლი აუცილებელია და ამ დროს მათი ყოველდღიური ესე იგი ჩეკინის შედეგად დასხივებით ჩვენ ვცდილობთ ექიმები და ეს დახვეწილი პროგრამა, რომ რაც შეიძლება დაბალი დოზა მიიღოს შარდის ბუშტმა და სწორნაწილმა. და ამით 35-დან 50%-მდე მცირდება ის გართულებები, მწვავე და ქრონიკული გართულებები. ფისტულები და 1000 უბედურება იყო ხოლმე. დიახ, მაგრამ ფისტულების განვითარება უფრო სხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული, როდესაც სხიური თერაპიის შედეგად ფისტულა რო განვითარდეს, ძალიან მაღალი დოზა უნდა მოხდეს და ძალიან აი ბრმად. მე პირადად ისეთი პატარა რომ მე მახსოვს ეს პრობლემები, როდესაც ჰქონდათ ჩვენ პაციენტებს სხიური თერაპიის შემდეგ. მაგრამ იქ შეიძლება ყოფილიყო ინვაზია. საშვილოსნოს ყელის ან შარდის ბუშტისკენ ან სწორი ნაწლავისკენ და დაშლილი ქსოვილის შემდეგ განვითარება. როცა ლაგდება სიმსივნე და ვერასწორებს ფიბროზი იქ ჩალაგებას, მაშინ ვითარდება ფისტულა, კი ბატონო. მინდა რა რამდენიმე სიტყვა სტერეოტაქსიურ რადიოთერაპიაზე დაწვომ. სტერეოტაქსიული, ანუ რადიოქირურგია, ესეც ახალი მიდგომა, როდესაც უკვე გვაქვს ჩვენ მრავლობითი, ანუ დაახლოებით 1-დან 5-მდე ოლიგომეტასტაზი, ანუ პირველად დაავადებასთან ერთად გვაქვს კიდე პლუს მეტასტაზი. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია მეტად რადიკალურად უმკურნალოთ პაციენტს, იმისთვის რომ ესე იგი დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი ცოტა გაუხანგრძლივოთ და სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესოთ. ამ დროს ჩვენ უშუალოდ დამიზნებით ვასხივებთ მხოლოდ იმ დაზიანებულ უბნეთს მაღალი დოზებით.
მხოლოდ დაზიანებულ უბნეთს. სტერეოტაქსიას ვიყენებთ აგრეთვე, როდესაც გვაქვს რეციდივი ადგილობრივი მცირე მანჯში, ეს იქნება ლიმფურ კვანძებში, თუ ისევ საშოს ტაგვზე ან მცირე მენჯში, სადაც არაოპერაბელური ან ქიმიოთერაპიის შემდგომ, იმუნოთერაპიის შემდგომ ნარჩენი გვაქვს კიდე ეს და სიმსივნე, რამს იმის დროსაც ვააკეთებთ მაღალი დოზის დასხივებას, რომელიც არის დაახლოებით 1-დან 3 ან მაქსიმუმ 5 ფრაქცია, ანუ სეანსი და მინიმალური გვერდითი ეფექტებია. სხეულ თერაპიას უამრავი მიზეზის გამო გამოიყენებენ იგივე პალიატიური სხეული თერაპია ტკივილის სისხლდენების შემთხვევაში ანუ სხვადასხვა პერიოდში კი რა თქმა უნდა ანუ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად სტერეოტაქსიული დასხივება შეიძლება მცირე მენჯში გამოვიყენოთ როგორც ტკივილების გაყუჩების მიზნისას, როცა ძულებშია მეტასტაზი, მცირე მენჯის იქნება ჩონჩხის ნებისმიერ გასაუმჯობესო სისხლდენების დროს შეგვიძლია როგორც სტერეოტაქსიული ჩვეულებრივი ადაპტიური სხეული თერაპია გამოვიყენოთ, რომ სისხლდენის ლიკვიდირება მოხდეს და პაციენტის სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს. ახლა ჩვენ სულ რამოდენიმე წუთით სარეკლამო ჯრაზე უნდა გავიდეთ და შემდგომში ისევ დავბრუნდებით ჩემ საინტერესო სტუმრებთან ერთად პირდაპირ ეთერში. ჩვენ ისევ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვისაც ჩვენი გადაცემა დაინტერესებთ, გინეკოლოგიური ონკოლოგია, ორი არაჩვეულებრივი და ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს ეთერში, შეგიძლიათ ჩვენს წინა ჩართვას უცხროთ და უსმინოთ და ახლა ბრაქთერაპიაზე ვსაუბრობდით, ქალბატონო, თუ შეიძლება რომ დავასრულოთ ეს თემა და მე ქალბატონ ნატასთან მიქნება სიმეჯამებელი კითხვა. ესე იგი, გინეკოლოგიური ლოკალიზაციის სიმსივნეების მკურნალობისთვის ერთ-ერთი უმთავრესი არის ბრახითერაპიის დამატებას, ბრახითერაპიის ჩატარება. რა არის ბრახითერაპია? ეს არის რადიოაქტიური წყაროს შეყვანა უშუალოდ სიმსივნეში. ეს იქნება საშვილოსნოს ყელში თუ ღრუში, საშვილოსნოს ტანის ღრუში თუ საშოში, სპეციალური აპლიკატორების დახმარებით ჩადგმა და მაღალი დოზის მიწოდება. ბრახითერაპიის დროს, ესე იგი, ვზრდით ჩვენ ამით მაღალ დოზას ვაძლევთ იმ ადგილობრივად და ზრდის ადგილობრივ კონტროლს, სიმსივნის ადგილობრივ კონტროლს დაახლოებით 35-40%-ით, ხოლო ზოგ სიცოცხლის საერთო გადარჩენადობა შედარებულია იმპრესიორის კვლევებით, სადაც ადაპტიური რადიოთერაპიასთან ერთად მაგნიტურ რეზონანსულ დაფუძნებულ ბრახითერაპია ერთობლივად გაკეთდა და აქ სიცოცხლის საერთო გადარჩენადობა იზრდება დაახლოებით 75-დან 95%-ად. როდეს და ადგილობრივი კონტროლი 25%-ით იზრდება. ვიდრე, ესე იგი, თუ მხოლოდ ექსტერნალ დისტანციური ბრახითერაპიის სხიურ თერაპიას გაუკეთებთ პაციენტს, მაშინ ადგილობრივი რეციდივის ალბათობა დაახლოებით 30-40%-ია. და ყავს მედანატას ძალიან ბევრი პაციენტი ხშირია, როდესაც გაკეთდა მხოლოდ დისტანციური სხიური თერაპია მაღალი დოზით, დაახლოებით 50-50.4 გრეიდ მცირე მენჯის, მაგრამ საშვილოსნოს ყელის გინეკოლოგიური სიმსივნეები ისეთია, ანუ ბრტყელუჯრედული სიმსივნეები ისეთი სიმსივნეებია, რომლებიც ბიოლოგიურად ძალიან მაღალ დოზას მოითხოვენ და თუ ბრახითერაპია არ დაემატა, რამოდენიმე წელიწადში, რამოდენიმე თვეში აუცილებლად გვექნება რეციდივი, ადგილობრივი რეციდივი. ანუ ეს არის არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ ეს არის გარკვეული დაავადების პროგრესირების თავიდან აცილების, რომელიც შემთხვევათა მაღალ პროცენტში ეს გაიდლაინებში ზის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს აუცილებულია შერწყმულად, ანუ ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია და პლუს ბრახითერაპიით დასრულება. და ბოლოს დასრულება ბრახითერაპიით. მსგავსი დაახლოებით ბრახითერაპიაზე იგივე წარმატებული ეთერი ქონდა, სულ საუბრობდით, როდესაც პროსტატის სიმსივნეებზე ეხებოდა, იმიტომ რომ გადატრიალება მოახდინა მართლა პროსტატის სიმსივნეების მკურნალობაში ბრახითერაპია. ჩვენი საერთოდ სამწუხაროდ შეზღუდულია და თუ შეიძლება ნატა მე მინდა გკითხოთ რა რეკომენდაციებს მიცემდით ზოგადად ქალბატონებს
რათი დაიცვან თავი, როგორ ამოიცნონ ეს კლინიკური ჩივილები, როდის მიმართონ ექიმს, რა მნიშვნელობა აქვს კლინიკს. უბრალოდ ყველაფერი რაც შეგიძლიათ რჩევის სახით, რომ გვირჩიოთ. ჯამთელ პოპულაციას ვურჩევდი, რომ ჩაიტარონ ის კლინიკური მიიღონ მონაწილეობა კლინიკურ პროგრამებში, რაც არსებობს საქართველოში, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადრეული დიაგნოსტიკა არის გადარჩენის საწინდარი. დიახ, საშუალო სკოლაზე აღვნიშნეთ, რომ არსებობს სკრინინგ პროგრამა, ასევე აღვნიშნეთ ცუცუს კიბოს დროს, პროსტატის დროს, კოლორექტალური სიმსივნეების შემთხვევაშიც არსებობს სკრინინგ პროგრამა. მნიშვნელოვანია ასევე ვაქცინაცია, რომელიც უკვე ჩვენ აღვნიშნეთ, HPV ვაქცინაცია, ამიტომ მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება აუცილებლად და გოგოები აცრან 10 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი როგორც უკვე თქვით 26 წლამდე გადაიწია ასაკი 26 წლამდე დიახ ეს არის უფასო ისე შეიძლება მერეც მაგრამ ნუ ანუ ვაქცინაცია პრინციპში შეიძლება ნებისმიერ ასაკში ხო ნუ ახლა 70 წლის ასაკში აღარ გჭირდება მაგრამ 50 წლამდე დიახ განსახის ცხოვრების წესი განსახის ცხოვრების წესი რომელიც არის მნიშვნელოვანი როგორც უკვე ვთქვით, სიმსუქნე ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, დიაბეტი ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, ნუ ეს დიაბეტი და სიმსუქნე ყველაფერში ხსქვი. რა თქმა უნდა. და პაციენტებში უკვე რომლებსაც დაუდგინდათ დიაგნოზი აღნიშნული დაავადების, ან პოპულაციას სადაც არის კლინიკა გარკვეული, ნუ შეეშინდებათ, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ბევრი პაციენტი, რომელიც მოგბართავს ქვიან, რომლებიც აღნიშნავენ თავის სამედიცინო ისტორიაში, რომ ესა და ეს კლინიკა მათ დიდი ხანია აქვთ, მაგრამ შეეშინდათ რომ მიემართათ ექიმისათვის, აუცილებლად უნდა მოგმართონ დროულად. რათა მოხდეს თუნდაც მაგ ეტაპზე დროული ესე ვთქვათ დიაგნოსტიკა ჩატარდეს ჩაიტარონ ყველა ის მნიშვნელოვანი კვლევები რასაც ექიმი ურჩევს პრობლემის უგულებელყოფა პრობლემას არ აგვარებს რა თქმა უნდა კვლევები არის მრავლად მაგრამ ყველა ეს კვლევა საჭიროა ვინაიდან ვიცით რომ ავთვისებიანი პროცესი არ არის ყოველთვის ლოკალური შეიძლება გავრცელდებს ნებისმიერ ორგანოში მოშორებით არსებულ ორგანოებში შეიძლება გავრცელდეს ამიტომ ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიური კვლევები რაც ჩვენს კლინიკაში აქტიურად გამოიყენება და არის ის იქნება კომპიუტერული ტომოგრაფია მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია თუ უახლესი პეტ-კატ კვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს ექიმის რეკომენდაციით და მოხდეს ზუსტად სტატირება, რის შემდგომაც უკვე მკურნალობაზე ირინა მისაუბრა, ძალიან ბევრი საშუალება არსებობს და მთავარია აი ყველა ამ რეკომენდაციას მიყვეს პაციენტი. და არა მარტო კლინიკური ჩივილების შემთხვევაში, მაშინაც კი თუ გვაქვს რაღაც ოჯახური დატვირთვა, გენეტიკური დატვირთვა, ან განვეკუთვნებით რაღაც გარკვეულ რისკ ჯგუფს, სადაც შესაძლებელია რომ იყოს საფუძველი, აი ხო არის მაგალითად რომ დიდი ხანია იციან ავადობენ აქვს ეროზია, საშუალო სყელის რაღაც სხვა პრობლემა და მშობიარობის შემდგომი ტრამვები, დიახ ასეთ შემთხვევაში ავალდებულებს თავის საკუთარი ჯანმრთელობა მე მგონი ადამიანებს რომ ჩაიტარონ სკრინინგ კვლევები და სწორედ ეს მინდოდა რომ ეთქვა ჩვენი მსმენელისთვის რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს უამრავი პირობა და საშუალება იმისთვის რომ ჩვენ წინსწრებით რაღაც გარკვეულ პროცენტში რა თქმა უნდა ყოველთვის ხდება რაღაც ამოუცნობი ზოგჯერ და წინსწრებით ვერ ამოიცნობ მაგრამ შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები თუმცა პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც არსებობს უამრავი გზა ამ პრობლემის სრულფასოვნად მოსაგვარებლად მთავარია რომ ეს პრობლემა არ იყოს უგულებელყოფილი და მიხვიდეთ ექიმის სპეციალისტთან ძალიან საინტერესო სტუმრები მყავდა მიხარია რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად გემშვიდობებით პატივისცემით გემშვიდობებით ჩვენ მსმენელსაც უკვე ორი კვირით ვინაიდან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სულ მალე დადგება ბედნიერებას გისურვებთ ჯანმრთელობას გისურვებთ და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში დავბრუნდები ეთერში საინტერესო სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებზე სასაუბროთ ნახვამდის